Вы меня видите последний раз. До свидания. ეს ყველაზე საუკეთესო ფრაზა იყო, რაც რუსმა გენერალმა ბოლო 2 კვირის განმავლობაში წარმოთქვა. კიდევ ერთხელ მოგასმენინებთ. Вы меня видите последний. გენერალი ბორისოვი ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის, ასევე გენერლის მაკაროვის მიერ დილით გაცემულ ბრძანებას ასრულებდა. მითითების თანახმად რუსულ არმიას საღამოს 8 საათამდე საქართველოს ცენტრალური საგზაო მაგისტრალი მთლიანად უნდა გაეთავისუფლებინა და ქალაქი გორი დაეტოვებინა. Რამოდენიმე საგუშაგოს დატოვებენ, ოღონდ ცენტრალურ მაგისტრალზე და მაგისტრალის იქით, სანამ არ გაირკვევა სამშვიდობო მისიის ადგილმდებარეობები. გორის დაცლიან ძიმედები. კი, დღეს უნდა დაცალონ, აი ამ წუთასაც ეს პირობა მოგვცა. საქართველოს სოფლებში უთაბოლო სიარულის შემდეგ სამხედროები გენერლის ბრძანების შესასრულებლად ემზადებოდნენ. წინა სამგზავრო პროცედურაში ოკუპაციური რუსული სტილი აშკარად იგრძნობოდა. შენობებში, რომლებშიც სამხედროები ღამეებს ათევდნენ, დამლაგებლებს ბევრი ოფლის დაღვრა მოუწევთ. იგოეთთან უკანონოდ გახსნილი ბლოკსაგუშაგოს მოხსნა რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 3 საათისთვის დაიწყეს. ვიდრე ადგილს დატოვებდნენ, ჯარისკაცები საქართველოში საკუთარი მისიის ძალიან უცნაურ ვერსიას ხვებოდნენ. Выполняем миротворческую миссию, дабы чтобы со стороны Южной Осетии не допустить мародерский банд этих, как говорится, мародеров, ввод оружия на территорию Грузии. 4-ის ნახევრისთვის იგოეთის ბლოკსაგუშაგო საბოლოოდ მოიხსნა. ტანკები გორის მიმართულებით გაემგზავრნენ. რუს ჯარისკაცებს დედები მოენატრათ. По маме соскучился. А что вы несете отсюда? Ничего. არ წაუღიათ არც ლეიბები, არც საბნები, არც ბალიშები, არც უამრავი სხვა ნივთი. უბრალოდ საკუთარი სამხედრო მანქანები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებიდან გამოტანილი ნივთებით დატვირთეს. ოკუპანტები მოსახლეობის ძარცვით არ შემოფარგლულან. რუსმა ჯარისკაცებმა ის, რაც გორის სამხედრო ნაწილში დარჩა, დილიდან ააფეთქეს. მოგვიანებით კი სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში ხორბლის ყანები გადაწვეს. იგოეთიდან წასულმა რუსმა ჯარისკაცებმა გორამდე ვერ ჩააღწიეს. მათ ბლოკსაგუშაგო სოფელ ხურვალეთთან გახსნეს. Вы уходите отсюда? Нет, пока команды нету, мы стоим еще. Это ваш последний курс, да? Да. Здесь миротворцы уже стоят? Миротворцы стоят. А когда команда? Я не знаю, я ж не командир, как дадут мне команду тогда. А можно нам проехать? Нет, к сожалению, нет. Сейчас я доложу, как результат. Тогда скажу. доложите, не ждем. Мне надо, чтобы журналисты отошли. სოფელ ხურვალეთში გახსნილი უკანონო ბლოკსაგუშაგო დაახლოებით 6 საათისთვის ერთადერთი იყო, რომელიც საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე ტრანსპორტის თავისუფალ გადაადგილებას აფერხებდა.